მას არ უნდა დავუჯეროთ. მოიცადეთ, ეს ჩვენი შანსია. ნერვები მეშრება, რომ დედაჩემი ყოველთვის მართალია. როგორც ჩანს, მან წინასწარ განჭვირთა ყველა წესი, რომელიც დღეს დავარღვიეთ. მან გაიმარჯვა. კარგი, დედა ყოველთვის ყველაფერს გრძნობს. და მე მგონია, რომ ეს ჩვენი შანსია. რადგან წესებს ვარღვევთ. მოდით და სწორად დავაღიოთ ისინი. მოემზადეთ და დავიწყოთ. გიყვარს რისკზე წასვლა, ნიკოლ. მაგრამ ასე კარტივით ნუ ითამაშებ აქ. მეშინია რომ ორგანოებიც კი შეიძლება დავკარგოთ. კარგით რა. შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა უცნაური ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ის კეთილი ადამიანია. ვეთანხმები, ეგრე ძნელი საქმეა რომ ჩვენს ადეკვატურად გამოვიყურებით. შეიძლება ვინმეს ჩვენს გიჟი ვეგონოთ. ჩვენ ასეთი შავი მოსასხამით მაინც არ დავდივართ. გვაჩვენე შენი უმამაზესი ადგილები, რომელთა შესახებაც ამბობდი. ბიჭებო, მისმინეთ. რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო არ მომწონს ეს იდეა. ვაუ, სად წავიდა მთელი ეს აჟიოტაჟი? წესებს ვარღვევთო, რა მაგარიაო, კარგი რა. შეიძლება გულუბრყვილო ვარ, მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს კაცი უბრალოდ ბუნების მოყვარულია. და სხვა არაფერი. როგორც ჰიპი? თუ რა ქვიათ ამ უცნაურ ხალხს? კარგი, ბავშვებო, მარტო ცხოვრობთ ამ ქალაქში? სერიოზულად ამბობ? თუმცა რას გეკითხები? მარტო არა, თინეიჯერები ვართ. და ტყეში მარტო წასვლის არ გეშინიათ? კარგი, არ ვარ დარწმუნებული რომ კარგად ვართ. იმედია რამე არ მივქარეთ. ყველაფერი ცოტათი საშიში ხდება. და რატომ გვეკითხები? ეს ჩემი კითხვარისთვისაა.